ეს აკმაყოფილებს იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. აი ნახეთ, როგორ აქ აწყობილი ყველაფერი. მოდიანი, აი როგორ არის აწყობილი აქ ყველაფერი. ავტომობილები არის გარეცხილი, გაწყრიალებული, აი წარმოიდგინეთ. იქ ერთი მანქანა გვაკლია, აქ მეორე გვაკლია, იქ მესამე. რატო? იმდენ მანქანას ყიდის, რომ ვერ ვასწრებთ ავტომობილის ჩამოყვანას და ამისთვის საყვედური უნდა უთხრა დირექტორს, რომ ადამიანი მანქანებს ყიდის და მანქანებს არ უგზავნი, შენ წარმოიდგინე. პირველი არის ჩაცმა, როგორ შეხვდები მომსვლელ კლიენტს. იმას შეიძლება ცუდად ესვას, მაგრამ შენ ხო აქ დირექტორი ხარ, მენეჯერი ხარ, შენ უნდა დახვდე სვეცკად და ეს უნდა კონდეს გაწყრიალებული ყველაფერი და ამიტომაც ყიდულობენ აქ მანქანას. აი ახლა შეხედეთ. ავტომობილი არ აყავს. ერთი ადგილი, ორი ადგილი, სამი ადგილი და ამისთვის კოტე დაჭმოდი აქ. ავტომობილები მე გუში რო გაიყიდა დღეს აქ უნდა იყოს, ეგრე არ არის. ეს დასვენების დღე გამოვაცხადე. ახლა ქუთაისელს ხელს აფარებ, ხო? მაგრამ ქუთაისელი თბილისში დირექტორია. მთელი თბილისის გაყიდვების მენეჯერები აქ არიან. წამო გარეთ ნახოთ ყველამ ერთად. წამოდით. აი ეს რაც გავხსენით იმ დღიდან ჩვენ ძალიან ბევრი ავტომობილები გავყიდეთ და მთელი იმერეთის